მოგესალმებით. თქვენ უყურებთ დღის მთავარი ამბის ბლიც ანალიზს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის სხდომები, რომელიც სწავლობს წინა ხელისუფლების დანაშაულობებს, პოლიტიკურ დანაშაულობებს, სხვა ტიპის დანაშაულობებს, გუშინ მანდატი საერთოდ გაფართოვდა და ის მისი ესე რომ ვთქვათ კომპეტენცია მოიცავს არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს, არამედ დღემდე ესე რომ ვთქვათ მთლიანად იფარება ყველაფერი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი ვერ წდებიან თავის სხვა პოლიტიკურ სამიზნეებს, აი სატელიტებს რო ეძახიან, ხო, ეს გახარიას პარტია იქნება ეს თუ იგივე ლელო თუ სხვა პარტიები და მათ პოლიტიკურ მიზნებში და ამოცანებში როგორც ჩანს, მათთვისაც პრობლემების შექმნა შედის და ზუსტად ამიტომ გააფართოვეს ეს ყველაფერი. საერთოდ ზოგადად საგამოძიებო კომისიების მუშაობის კულტურა ქვეყანაში არის დასამკვიდრებელი და ამის მცდელობა არაერთხელ ყოფილა, მაგრამ დღეს რაც ხდება, ეს არის ყოველდღე წარმოუდგენელი რამ, ხო? და ამის მხოლოდ ორ მიზეზზე გესაუბრებით. პირველი გახლავთ ის, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიების საჭიროება დგება მაშინ, როდესაც სამართალდამცავი სისტემა, მართლმსაჯულების სისტემა ქვეყანაში შესაძლოა აღმოჩნდეს ხელისუფლების გავლენის ქვეშ, ანუ ხელისუფლებამ გარკვეული ინტერესები გაატაროს და საპარლამენტო კომისია, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციური წარმონაქმნი, რომელიც ხაზგასმით უნდა ვთქვა ეს, ხო, ეფუძნება მინიმუმ პარიტეტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და მისი ობიექტურობა, სანდოობა ამით არის უზრუნველყოფილი. დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც საგამოძიებო კომისია მთლიანად ხელისუფლების წარმომადგენლობით არის დაკომპლექტებული, იქ ვითომ ოპოზიცია დაარქვეს თავისივე წიაღიდან ამოსულ გარკვეულ ჯგუფს, მაგრამ რბილად რო ვთქვათ, ეს ძალიან კომიკურ თამაშს ემსგავსება და პრინციპში ეს ყველა იცის. შესაბამისად სრულიად აღშკარაა, რომ კომისიას აქვს პოლიტიკური მიზნები, პარტიული მიზნები შეიძლება ითქვას და აი ესეთი სამწუხარო მოცემულობა გვაქვს. გარდა ამისა, ამ ტიპის კომისიები თუნდაც პოლიტიკური ინტერესები ქონდეს, გარკვეულწილად ბენეფიციარზე უნდა იყოს, ხო, გათვლილი, ანუ რაღაცა პოლიტიკური სარგებელი მაინც უნდა ნახოს ამა თუ იმ პარტიამ. მე არ მგონია, რომ ქართული ოცნება რაღაც გრძელვადიან პოლიტიკურ სარგებელს ნახავს ამ ყველაფრისგან და რაც შეეხება სახელმწიფოებრივს, ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს პირდაპირ ვიტყვი, იქ იყო მცდელობა თავიდან ხაზარაძე ჯაფარიძის თემები განეხილათ, რაშუაში იყო საერთოდ ამ კომისიასთან დაკავშირებით ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ ამას თავი გავარნებოთ. მთავარ თემად მათ აქციეს 2008 წლის ომი და უბრალოდ წარმოუდგენელ სცენებს უყურებთ ჩვენ ეს რამდენიმე დღეა უკვე ფაქტობრივად მე მრჩება განცდა, რომ მიმდინარეობს ქართველი ტყვეების დაკითხვა რუსეთის სპეცსამსახურებში, იმიტომ რომ ყველა კითხვა რაც იქ არის დასმული, ხო, აზიანებს საქართველოს ინტერესებს, აშიშვლებს მის უსაფრთხოებას და ერთადერთი მოსარგებლე აქედან მხოლოდ რუსეთი შეიძლება იყოს იქ ესე რომ გახმოვანებული კითხვა პასუხით, ხო? აქედან გამომდინარე ეს უკვე ცდება უბრალოდ რაღაც აი პოლიტიკური თამაშების ფარგლებს და შეიძლება კვალიფიცირებული იყოს სამომავლოდ როგორც საკმაოდ მძიმე დანაშაული იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ პროცესს წარმართავენ. აქვე მინდა გითხრათ, რომ მათი კომპეტენციის ხარისხიც არის პლინტუსს ქვემოთ, შეიძლება ითქვას, იმდენად სულელურ კითხვებს სვამენ იგივე სამხედროების მიმართ, სამხედრო საკითხებზე და იმდენად ვერ გებულობენ მე იქიდან მიღებულ პასუხებს, რომ უბრალოდ სრული კატასტროფაა ამ მხრივ. ამასობაში ჩვენ ვიცით, რომ ქართულ ოცნებას აღმართში წამოეწია მეგობარი აქტი, რომელიც იქნა მიღებული
შეერთებულ შტატებში, ანუ ის სცენარი მათთვის არასასურველი იმ სცენარის კონტურები იკვეთება, რასაც ქვია, რომ ტრამპმა ვერ დაამარცხა, ესე იგი, Deep State-ი და არაფერი კარგი მოლოდინები მათ არ აქვთ. ევროპიდანაც საკმაოდ მძიმე ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას უახლოეს პერიოდში და შეიძლება აი ეს კომისიობანას თამაშები და ამ ტიპის ქმედებები ზუსტად შეიძლება აი ამით არის განპირობებული ისტერიული შიშით, აფექტის მდგომარეობით და როდესაც აი ესე რომ ვთქვათ ხეცი გალიაში ემწყდება დამშეული, ხო, და შეშინებული ის, რა თქმა უნდა, ესე რომ ვთქვათ, ძალიან საშიში ხდება, განსაკუთრებით საშიში ხდება, იმიტომ რომ საკბილოს ეძებს. აი, დაახლოებით ამ მდგომარეობაშია დღეს ჩემის აზრით ქართული ოცნება, რა ძალიან სამწუხაროა გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით ჩვენი სახელმწიფო საჭესთან ისინი ზიან. ხა ეს უნდა საქართველოს თუ არ უნდა ეს სხვა საკითხია. მაგრამ ფაქტია, რომ de facto ისინი მართავენ პროცესებს და შესაბამისად სახელმწიფო ინტერესის დაზიანების, მისი სახელმწიფოს დაზარალების რისკი ძალიან მაღალია. დღეს სულ ეს იყო, ამით გემშვიდობებით.